მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ახლა ვიმყოფები ეგეოსის ზღვაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე სუფთა და კამკამა ზღვა, მაგრამ მე მინდა სხვა საკითხზე გესაუბროთ. უხსოვარი დრო რომ დამთავრდა და დაიწყო სახსოვარი დრო, ერთი ოსი კაცი მიადგა კახეთს. შესთავაზა წამოო ევროპაში წავიდე თუ გენაცვალეო. ბედს ვეწიოთო, ქვეყანა იქ მიდისო, აგე ზეზვაო, აგე მზიაო, ისაო, ესაო და ესენი წავიდნენ. დაბანაკდნენ სადღაც აქვე ახლოს და ასე შეთანხმდნენ, რომ ოსმა უთხრა, რომ ზღვაო ჩემი იყოსო გენაცვალეო და ხმელეთი შენი იყოსო. აი ეგრე გაიყვეს ზღვა და მიწა. ერთხელაც ეს ოსი სათევზაოდ არის ზღვაში შესული და დაინახა კახელმა, რომ მოდიან სოვდაგრები. მივიდნენ და უთხრეს, რომ ძალიან აქვს შეაო გენაცვალეო და იქნებო რამე გვაჭამო. გაიხედა მაიხედა ამ კახელმა არაფერი არა კაცო და ბიჭო აბა რა გიყოთო, რა მოგიხერხოთო გენაცვალეო და ეგეოსის ზღვაო და დაიჭირეთ თევზი და ჭამეთ. სოვდაგრებში ერთი იყო სმენა დაქვეითებული. ამ თავიანთ უფროსა ეკითხა, რომ რაო, რა გვითხრაო, კაცო ამ კაცო რა გვითხრაო, რა გვითხრაო და ეგეოსის ზღვაზე დაიჭირეთ თევზიო. იმი მემრე დაერქვა ეგეოსის ზღვა, მაგრამ ვის დაანახებს იკეთე.